გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. საპარლამენტო არჩევნებს ისე რომ ჩაევლო როგორც უნდა ჩაევლო, მაინც კერძო სექტორში დაუბრუნდებოდი. თითქმის 5 წელი ვიყავი საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და ისედაც მინდოდა ბიზნესში დაბრუნება. იმდენად კარგი გუნდი აგრძელებს საქმის კეთებას, რომ არ ვნერვიულობ. წერტილის დღევანდელი სტუმარი საპენსიო სააგენტოს უკვე ყოფილი მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე იქნება და შემდეგი ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრებთ როგორც სამომავლო გეგმებზე კერძო სექტორში, ასევე საპენსიო სააგენტოში საქმიანობის 5 წელზე, შედეგებზე და რა თქმა უნდა გამოწვევებზეც. რაზედაც ის თანამდებობაზე ყოფნის დროსაც არ ერიდებოდა საუბარს. მაგალითად, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს ავტორობით ქართული ოცნების პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ არაერთი ცვლილება შეიტანა კანონში, გოგა მელიქიძემ დიდად არ იწონებდა გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ 2025 წლიდან მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგის კერძო ფონდებში გადატანის უფლება შეგვეზღუდა. ასევე მახსოვს უფრო ადრე, როდესაც ისევ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გადაწყვეტილებით გადაწყდა, რომ 2028 წლამდე დაბალ რისკიან პორტფელში უნდა დარჩენილიყო ყველა ბენეფიციარის საპენსიო დანაზოგი, თუ ისინი სხვა არჩევანს არ გააკეთებდნენ, მაშინაც ღიად ამბობდა, რომ საპენსიო დანაზოგების ინვესტირების მოდელების ირგვლივ შექმნილი ვითარება საპენსიო რეფორმას რეპუტაციულ ზიანს აყენებდა. კიდევ რა არ მოსწონდა, რაზეც აქამდე არ ან ვერ საუბრობდა უფრო ღიად, ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, შეგახსენებთ, რომ ამაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ იქამდე შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს აქტივებმა უკვე 6 მილიარდ ლარს მიაღწია. არსებული მდგომარეობით აქტივების 99% განთავსებულია დაბალ რისკიან საპენსიო პორტფელში, ამ თანხის თითქმის 59% კი ქართული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში, 17% გლობალურ აქციებში, დაახლოებით 16% საქართველოს სახაზინო ობლიგაციებში, 3.2% ბანკების მიმდინარე ანგარიშებზე, 1% ქართული კომპანიების ობლიგაციებში და კიდევ 1% ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციებში. სხვათა შორის, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავების და იმ ნაბიჯების თუ პოლიტიკის გამო, რასაც ქართული ოცნება დგამს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ისევ აქტუალური გახდა კითხვა, რა ელოდება ჩვენს საპენსიო დანაზოგებს, ანუ რამდენად დაცული ვართ იმისგან, რომ ჩვენი 6 მილიარდი ლარი ოცნების მთავრობის მიერ არამიზნობრივად არ გაიხარჯება, მით უმეტეს, როცა კრიზისი ასეთი რეალურია, თუ მალე არ იქნა ნაპოვნი პოლიტიკური გამოსავალი. მთავარი საინვესტიციო ოფიცერის გოგა მელიქიძის საპენსიო სააგენტოდან წასვლამ საპენსიო დანაზოგების დაცულობის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, უფრო მეც თავად გოგა მოგვიყვება, ის უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამომშვიდობის გოგა, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მადლობა თანამშრომლობისთვის, ასევე ამ წლების განმავლობაში, რაც ჰქონდა საპენსიო სააგენტოს BMG-სთან. თქვენ კითხვით, რომ თქვენი წასვლა არ უკავშირდება პოლიტიკურ მოვლენებს ქვეყანაში, რაც არის, ასევე არც კანონში შეტანილ ცვლილებებს დაგროვებითი პენსიის შესახებ, რასაც ზაფხულში ჰქონდა ადგილი, მაგრამ მაინც კითხავთ, მაშინ რატომ გადაწყვიტეთ წასვლა მაინც და მაინც ახლა და რას და ვის ტოვებთ სააგენტოში? კი, სააგენტოს ხელმძღვანელიც ხო არ ყავდა ამ პერიოდის განმავლობაში და რაღაც გოგა მელიქიძე უდრიდა საპენსიო სააგენტოს და ჩვენს დანაზოგებს. ხო, მაგრამ აი მაინც აქტივების მართვა ყველაზე საინტერესო თავარი იყო და სწორედაც მაგიტომ ალბათ. კი, ანუ ჩემი წასვლა პირდაპირ პოლიტიკურ მოვლენთან კავშირში არ არის. ცალსახად ანუ აქამდეც ვაპირებდი, იმიტომ რომ 5 წელი გავიდა, რაღაც დავიწყეთ ესე ვთქვათ თეთრი ფურცლიდან, ავაწყეთ ამ ხელას, ანუ საქართველოს პირველი ინსტიტუციონალური აქტივების მმართველი, გავწერეთ პროცედურები, ანუ თან ბევრი სავალ-დასავალი გავიარეთ, ხო, ანუ კოვიდის დროს მივედით 20-ის მარტში, შემდეგ კოვიდი იყო, შემდეგ ინფლაციური ფონი, მე რეგიონში ომი, ანუ ბევრი მათ შორის შუაში არჩევნები, ანუ ბევრი ესეთი ასავალ-დასავალი გავიარეთ ამ მოკლე 5 წელიწადში, ყველაფერი მოხდა, რაც ხდება ხოლმე, მაგრამ მიუხედავად იმისა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საინვესტიციო შედეგებით მაყოფილი ვართ. გუნდი, რომელიც საპენსიო სააგენტოში რჩება, არის საკმაოდ ძლიერი, ანუ დაკომპლექტებული საინვესტიციო სამსახურში, როგორც ადმინისტრაციულ ნაწილში, ანუ შეგროვება გაცემაში, ისევე ვთქვათ, საინვესტიციო ოფისში, ხო, როცა ჩვენ საინვესტიციო ოფისზე ვძახით, ანუ საინვესტიციო სამსახურში, ლევონ ვერძეული არის ძალიან გამოცდილი, მე მასში ძალიან გამიმართლა, პირდაპირ შემიძლია თქვა, მე და ლევონმა ერთად ავაწყეთ ის, ასე ვთქვათ, საქართველოში პირველი კიდევ ერთხელ გავუმეორდები, გამართული ინსტიტუციონალური აქტივების მმართველი. ანუ რო შეხედოთ ქვეყანას ესეთ, ხო, ანუ აქტივების მართვა ხდება ეროვნულ ბანკში,
ანუ როცა უცხო რეზერვების მართვა ხდება, მაგრამ იქ საინვესტიციო პოლიტიკა საერთოდ სხვა არის, ანუ საინვესტიციო მიზანი სხვა არის, ანუ მიდგომა საინვესტიციო სხვა არის. ჩვენ შემთხვევაში არის ის, როგორც ასე ვთქვათ, საერთაშორისო არის უფრო მეტად მიღებული, ხო, როგორც იმართება ფული გრძელვადიან ნაწილში, როცა საინვესტიციო მიზანი არის, როცა იყოს რეალური ამონაგები, ასე შემდეგ, ასე დივერსიფიცირება, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ასე რომ გული არ მწყდება არაფერზე იმ ნაწილში, რომ საინვესტიციო გუნდი არის ძალიან ძლიერი, პორტფელების მენეჯერები, ბექ ოფისი, მიდლ ოფისი, ფრონტ ოფისი არის აბსოლუტურად გამართული საოპერაციო დონეზე, საინვესტიციო გადაწყვეტილებების დონეზე და ასე შემდეგ. კი ბატონო, სამომავლო გეგმებზეც კითხავთ უფრო დეტალურად, მაგრამ რაც შესავალში აღვნიშნე მთავარი კითხვა, მოდი ამას დავსვამ კიდევ ერთხელ, რამდენად დაცულია ჩვენი 6 მილიარდის საპენსიო დანაზოგი, ანუ ხვალ რომ ქართულ ოცნებას დასჭირდეს თანხა, რადგან ვხედავთ პრობლემებს, ვხედავთ მოსალოდნელ კრიზისს, ვხედავთ ქართული ოცნება ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, ვხედავთ რა ურთიერთობაში შედის ნამდვილ საერთაშორისო პარტნიორებთან და მეგობრებთან და ბუნებრივია შეიძლება გაუჩნდეთ ლოგიკურად ცდუნება ამ თანხების დახარჯვის. ვინ და რა დაგვიცავს, ეს ინსტიტუციური ბერკეტები რამდენად მყარია? კაი შეკითხვა. მე თალსახად შეიძლება იმის თქვა, რომ როგორც აქამდე საპენსიო სააგენტოს აქვს ის კანონი, რის მიხედვით ის ოპერირებს, ხო და აღასრულებს ამ კანონს დაგვირგვინების პენსიის შესახებ, თუმცა ისაც უნდა ვთქვათ, რომ ეს კანონი ბოლო 5 წელს მანძილზე 4 წელს შეიცვალა და რაღაცები დაემატა, რაღაცები ამოაკლდა. თავარი გამოწვევა, მოდი პირდაპირ ვთქვათ, არის ვინ იქნება შემდეგი მმართველობითი საბჭო, ხო? აქამდე ბევრი ჯერ ვისაუბრია, ჩვენ იყო ორი საბჭო, სამართლიანი საბჭო, საინვესტიციო საბჭო, სამართლიანი საბჭო იყო ადმინისტრაციის ნაწილში, შეგროვება გაცემაზე პასუხისმგებელი, საინვესტიციო საბჭო ამ აქტივების მართვაზე. ეხლა ეს ორი საბჭო ერთიანდება, რაც არასწორი არ არის. პირიქით უფრო ვთქვათ, მოწესრიგდება ამის ორგანიზაციული სტრუქტურა, თუმცა თვითონ ეს მოდელი კი, ანუ ერთი საბჭო უფრო ოპტიმალურია და მსოფლიოში ყველა ესე მუშაობს. მაგრამ თავარი საკითხი შემოდის აი სამართლიანი, ანუ ეს მმართველობის საბჭოში როგორ დაკომპლექტდება და რამდენად დამოუკიდებლობის ხარისხი შენარჩუნდება, ხო? ანუ შერჩევის პროცესი ისევ ისეთი მკაცრია, მოთხოვნები, კვალიფიკაციის ნაწილში და ასე შემდეგ. თუმცა აქამდე მმართველობის საბჭოს ნდობას უცხადებდა ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას უფრო ჰორიზონტალურად დონეზე ხდებოდა, ანუ კომიტეტები უცხადებდნენ ნდობას და განთავისუფლებაც ხდებოდა კომიტეტების დონეზე და ახლა ესე ვთქვათ კომიტეტი პარლამენტი. დამტკიცებდა პარლამენტი დამტკიცებდა კომიტეტები, პარლამენტში ხდებოდა ესე ვთქვათ კომიტეტების დამტკიცება ამ საბჭოს წევრების და განთავისუფლებაც. და ნუ იქ ვადებია ხო ჩართული და ახალი კანონით ეს პროცესი შენარჩუნებულია, მაგრამ საბოლოო ჯამში კომიტეტები წარუდგენენ პრემიერს კანდიდატებს და პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, ხო და ანთავისუფლებს. აი ეს რგოლი, ანუ ჩემი აზრით ასუსტებს სამართლიანი მმართველობის საბჭოს დამოუკიდებლობას. ანუ ახლა ყველანი სპეკულაციიდან თავ შევიკავებ ხა ეს ამდენად ახლა მერე საბოლოო ჯამში საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე აისახება, ამ გადმოსახედიდან თქმართულია, მაგრამ ის რომ ესეთი სივრცე კანონში არსებობს, ხო, რისკი შემცველი არის. ამ რისკებზე საუბრობენ უკვე სპეციალისტებიც, მათ შორის რამდენიმე დღეს წინ საინტერესო მოსაზრება გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ექსპერტმა მარინა გულედანმა, რომელიც ამ რეფორმის სათავეებში იყო, ასე ვთქვათ, და მუშაობდა, როგორ უნდა მოხდეს ამ ვითარებაში აღნიშნული რისკების აღმოფხვრა, ასეთ კითხვას სვამდა და ისიც თავს იკავებდა დასკვნებისგან. აი, რა ბერკეტი არსებობს თუ უკვე რაღაცნაირად ხო, იცი რა, ჩემი აზრით კარგი იქნება თუ ხა ცვლილებები თუ ამდენჯერ გაიხსნა ეს კანონი, კიდევ ერთხელ გაიხსნას ეს კანონი და ანუ ეს პრემიერის დანიშვნა ჩამოვიდეს ისე პარლამენტის დონეზე, ხო? ანუ პარლამენტმა გამოუცხადოს იმ კომიტეტებმა, ხო? იქ არის 3 კომიტეტი იყო, ჯანდაცვის კომიტეტი, საფინანსო საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, რომელიც უცხადებდნენ ნდობას ამ მმართველობის საბჭოს, ანუ ჩვენ შევთქვა საინვესტიციო საბჭოს მაშინ და აი ის კომიტეტებმა ჰორიზონტალურად შეხედონ და ისევ ესე ვთქვათ კომიტეტებმა გამოუცხადონ ნდობა, ხო? კომიტეტზე და კომიტეტებმა გადააყენონ მე ესე ვთქვათ და არა ესე ვთქვათ ეს სუბიექტები რადგან უკვე ყოფილი ხართ, შეიძლება უფრო გულწრფელი იყოს ეკონომიკის სამინისტრო, როცა იყო ამის ინიციატორი, პარლამენტი. თავიდან მომდა ეკონომიკის სამინისტროს მიიყავდა ეს პროცესი. ანუ აი ესეთი ნაწილები, ხო? ანუ ორგანიზაციულ სტრუქტურაში ამ ვერტიკალის აწყობა, ჩვენგან რა მოდიოდა, ხო, ჩვენგან მოდიოდა ის, რომ ანუ საინვესტიციო საბჭო მაშინაც და დღევანდელიც ანუ მოწოდვა ვადა გავუვიდა, მაგრამ ეთანხმებოდა, რომ ერთი ბორდი უნდა იყოს, ეს ახლა ის ოპტიმალურია, რა არ უნდა იყოს რაღაცა 2 ბორდი ან 3 ბორდი, რაღაცა ერთ ბორდიან სისტემას
ემხრობოდა და ისაც რომ სხვა აქტივებში ინვესტირება და არალიკვიდურ აქტივებში ინვესტირება რომელიც გრძელვადიან, ესე ვთქვათ, დივერსიფიკაციას გაძლევს, ესაც საინვესტიციო საბჭოს გამოდიოდა. თუმცა ის რომ საბჭოს დანიშნვის დაკომპლექტება ეს ჩვენ დომეინში არისო, ხო, ამას თავიდან მომდე ეკონომიკის სამინისტროს მიყავდა ეს პროცესი. წარმოვიდგინოთ, უკვე კონკურსი გამოცხადებულია მმართველობითი საბჭოსი იანვრამდეა თუ არ ვცდები, შემდეგ 10 იანვარს დანიშნავენ, ხო, შერჩევის პროცესი წავა და დანიშნავს პრემიერ-მინისტრი. თუ კრიზისი არ განიმუხტა ქვეყანაში და შევედით იმ კრიზისში, რისი კონტურებიც უკვე ნათელი არის და ქართულ ოცნებას დასჭირდა ფული, ვთქვათ, საინვესტიციო პროექტებისთვის, მაგალითად ანაკლის მაგალითს ხშირად საუბრობდით, ან რაღაც გზების მშენებლობისთვის, სკოლების ასაშენებლად და ასე შემდეგ. აი, რამდენად ვიყოთ მშვიდად საპენსიო ფონდის ბენეფიციარები, რომ აი ეს მმართველობითი საბჭო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ერთპიროვნულად დანიშნა, კი კონკურსის გზით, მაგრამ თავად დანიშნა, არ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რასაც ეტყვის ოცნების პრემიერი. ვინც იქნება მაშინ არ აქვს მნიშვნელობა. კარგი კითხვა, ანუ მაგის ამ ეტაპზე არაფერი მზღვეველი მაგის არ არსებობს, ხო? ანუ მან კიდევ ერთხელ თავარი საკითხი არის შემადგენლობა მმართველობითი საბჭოსი და მათი დამოუკიდებლობის ხარისხი. და შესაბამისად ჩვენი საპენსიო დანაზოგებიც არ მინდა დავაფრთხოთ მოქალაქეები, მაგრამ ზუსტად მეც მაგარ ანუ წყალებში შეიძლება ის არის რომ რომც დავფრთხეთ ვერსად ვერ წავლენ, იმიტომ რომ არ გვაქვს დანაზოგების გატანის უფლება. ყიფედ არის დაზღვეული ეს მილიარდი დღეს. კი, ანუ ეს თანხები ინვესტირებულია, ანუ შევხედოთ ჰოთელ პორტფელს, სადაც 80% ინვესტირებულია ლარჯში და მთელი პორტფელი 60% დეპოზიტებში. ანუ ის რომ ეხა მაგალითად ხვალ მომუნდეს მმართველობის საბჭოს ვაქენან ხელი მოკიდოს ახლა 15%-ს და სადღაც პროექტზე იყოს, ესე ვერ მოხდება, იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ ანუ ეს თანხები ინვესტირებულია, ხო, მაშინ უნდა გაყიდო დეპოზიტები და ესე. მაგრამ ყოველ თვეს რაღაც დეპოზიტებს ვადა გაზდის. ასევე კონტრიბუციები ხდება, ხო, ფონდში, სადღაც 200 მილიონის ლიკვიდურობა შემოდის თვეში, ესე დაბანდებაც ხდება. აქედან გამომდინარე, ანუ ის რომ ფონდში 15%-ის ინვესტირება შეიძლება არალიკვიდურ აქტივებში და ეს მეზე გავაკეთო, ესე ამის ალბათობა ძალიან დაბალია, მაგრამ ნელ-ნელა ეს თანხა დაგროვდება, ხო, მაგას კითხვა არ ესმება, ხო? ანუ და ცოტა კარგ პროექტებში ინვესტირება სწორია, ანუ მაგას არასწორი არაფერი არ არის. თუ აქვს კარგი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც კარგი მომგებიანობა აქვს და ესე ვთქვათ, ჯანსაღი რეალური მოგების მოტანა შეუძლია, ხო? აი, რასაც რეალური ამონაგებია მთავარი საინვესტიციო მიზანი საპენსიო ფონდის. ამაში არასწორი არაფერი არ არის, მაგრამ მან შემოდის ის ფაქტორი, რომ ანუ ინფრასტრუქტურული პროექტების, წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტების, ესე ვთქვათ, ტრეკ რეკორდი მე ამ ქვეყანაში არ მახსოვს, პირდაპირ შემიძლია თქვა, ხო? აი, ბოლო 10-12 წელიწადში ერთი დიდი მსხვილი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტი მე არ მახსენდება რა, ხო? ანუ ყველა მათაგანი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ აი სინდიკატში შევალ, ხო? აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, თუ ჩვენ ამაზე შიგნით საინვესტიციო სამსახურში ვსაუბრობდით, მიდგომა იყო შემდეგი, რომ თუ მსგავსი შემოთავაზება იქნება და თან მანუ ისეთი ჩამკეტი აყენია, რომ საერთაშორისო სავალუტო ის უნდა იყოს რაღაც ფინანსური ინსტიტუტი, ხო? პირობითად EBRD, AFC, აზიის განვითარების ბანკი და იქ უნდა იყოს სტრატეგია. ხო, ეგეც არ მოშალენ. მოდი ასე ვთქვა. ხო, კანონში თვისებები შევიდა. რატომ ვენდოთ კანონს იგივე დაგროვით პენსიის შესახებ თუ სხვა კანონებს, როდესაც პირდაპირ რომ ვთქვათ, კონსტიტუციური წესრიგიდან გავიდნენ, ხომ და რაც გვიწერია კონსტიტუციაში, იმის აპირისპირო გზით. ხო, ანუ თუ კანონში ესეთ მსგავსებებს შეიტან ამოაგდებ ამ ყველა ჩამკეტს და კიდევ უფრო მეტი სივრცე იქნება ამ თანხის. რის იმედი გქონდეს 6 მილიარდის ფლობელებს. ჩემი აზრით, ანუ მოსახლეობაც, მედიაც, რამე თუ ეს ჩვენი ფულია. ეს არის ყველა მონაწილის დანაზოგი. უნდა დააკვირდეს სამოქალაქო საბჭოს, ვინ იქნება მმართველობის საბჭოში. მმართველობის საბჭო არის უკრიტიკულესი და მათი დამოუკიდებლობის ხარისხი, ხო? მმართველობის საბჭომა დაკომპლექტდეს დამოუკიდებელი ყველანაირი ინტერესთა კონფლიქტით განთავისუფლებული პროფესიონალებით, რომლებსაც როგორც აქამდე ჩვენ ვიყავით დობითი ვალდებულების მეც და საინვესტიციო საბჭოს ხალხი ვიყავით დობითი ვალდებულების პირიდან აღვასრულებდით კანონს და ამოცანა იყო რომ მოგვეტანა რეალური ამონაგები და სხვათა შორის საკმაოდ კარგი შედეგი დავდეთ რა, რაღაცებში გაგვიმართლა, რაღაცები საკმაოდ ჭკვიანურად ვაკეთეთ, ხო? მაგალითად, აი რაღაცა OECD-ის კვლევით ბოლო 5 წლის საინვესტიციო მოგებით სოფლიოში ვართ მე-4 266 ქვეყანაში თუ ასე შემდეგ. ასე რომ კარგი შედეგი დავდეთ, ხო, 1.4 მილიონია, 1.4 მილიარდია საინვესტიციო მოგება. ხო, რაღაც აი ამ ყველაფრის აქამდე მოვიტანეთ, თან როცა ამდენი ის გავიარეთ ტურბულენტობა,
და ეხლა შემდეგი ვინც ამას გადაიბარებს სამეთვალყურო საბჭო ხო და მმართველობის საბჭო ის უნდა იყოს დამოუკიდებელი ინტერესთა კონფლიქტებისგან განთავისუფლებული, რომელიც ამ იგივე სულის კვეთებით გააგრძელებს ამ ყოველს კეთებას და თუ მიხვდება რომ რომელიღაცა საინვესტიციო პროექტი არ არის მომგებიანი, უნდა ასე ვთქვათ ეს პროექტი უნდა დაბლოკოს და თქვას რომ მონაწილის საუკეთესო ინტერესებში ეს არ შედის, ხო? ანუ კიდევ უცბად რო თქვა ერთი მომენტი რომ ჩვენ როცა ვფიქრობდით რა ინფრასტრუქტურული პროექტები კარგი ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ამის ასე ვთქვათ წარმატებული ტრეკ რეკორდი არ არსებობს ამ ქვეყანაში. ბოლო წლებს თუ შევხედოთ, ხო? მაშინ ვიძახთ რომ მაშინ ესეთი რაღაც შეიძლება გააკეთო რომ სახელმწიფო მააშენოს, ხო, რაღაც აეროპორტია თუ რაღაც რომელიღაც პორტია და მე შენ გამოისხიდე. ანუ როგორც ფონდმა ვიხდი რომ სახელმწიფო ააშენა აქტივი შექმნა cash flow. ფულად მაგ დაიწყო და ხო ანუ ეს შენებლობის რისკი რო არ აიღო შენ თავზე, იმიტომ რომ საპენსიო ფონდს ხო რა ბერკეტია, კარნერი ბერკეტი არა, გარდა იმისა რომ ფულის დადება შეუძლია. ხო და ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ყველაზე ოპტიმალური ჩემი აზრი იყო პირადად. ყველაზე ოპტიმალური იქნებოდა რომ თუ სახელმწიფოს უნდა რაღაცა პროექტის გაკეთება, გააკეთოს, ააშენოს, აქტივი დაიდგას, ფულადმა ნაკადმა დაიწყოს წამოსვლა, მე გამოისხდი ხა. ის სახელმწიფო ამაზე იშოვის 30%-იან ესე ვთქვათ მომგებიანობას, შენ გადახვალ 12%-იან მომგებიანობაში. თამაგეროდ ეს იქნება უფრო ნაკლებად რისკიანი. ისე ახსენეთ თუ უკვე მიდიოდა არა მე ვერც პროექტს ვერ დავასახელებ ცალსახად რომელიც მართლა არ ყოფილა ჩვენთან არანაირი პროექტზე საუბარი არც i5-ის მხრიდან და არც სახელმწიფოს მხრიდან მართლობითი საბჭოს კონკურსს რომ დავუბრუნდეთ დღეს საინვესტიციო საბჭო ყავს ვადა გაუვიდა საინვესტიციო საბჭოს ვადა გაუვიდა თქვენი ინფორმაციით ხომ არაპირებს რომელიმე ვინც იქ იყო თქვათ კონკურსში მონაწილეობას ან აი თუ ქვეყანამ ისე გააგრძელა სვლა როგორც ახლა მივდივართ ვის მოუნდება რამდენად მოუნდება სერიოზულ რეპუტაციულ ფინანსის თუ პროფესიონალს აი ეს ტვირთი აიკიდოს თუნდაც როგორი მაღალი ხელფასიც არ უნდა იყოს კი ანუ არ ვიცი არსებული საინვესტიციო საბჭოს წევრები რამდენად ფიქრობენ გადასვლას ახალ საბჭოში მათ ადგილას შევეცდებოდი იმიტომ რომ აქამდე ავაშენეთ ერთად ეს და ანუ კარგია რომ ბალემ გააგრძელონ მოღვაწეობა თუმცა მათი გადასაწყვეტია თავიდან ბოლომდე რაც შეეხება ხო ანუ ეს სწორი შენიშვნაა კი ანუ რა ხა საქართველოში ყავს კვალიფიციური ფინანსისტ და ესეთი არაბეული მაგრამ არიან კვალიფიციური ხალხი რომელსაც გამიხარდება რომ მათ ესე ვთქვათ მონაწილეობა მიიღონ და ადგილობრივები ქართველები კიდევ უფრო მეტად დაფიქრდებიან ალბათ ამ თურქის რა თქმა უნდა ხო იმიტომ რომ ანუ ეს თუ მოიხსნება პრემიერ-მინისტრისგან დანიშნა განთავისუფლების საკითხი ალბათ უფრო მეც ექნება ინტერესი და მაგრამ როცა ესე ვერტიკალია დანიშნა განთავისუფლების ამბავში იქ ხა თუმცა ისიც საკითხია როგორ პარლამენტში ხო ამ პარლამენტში პარლამენტში ხა კომისია რო შერჩევის კომისიაშიც ხო ამდენადაც მე ვარ საქმის კურსში იქ ოპოზიციის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ შერჩევის კომისიაში ხო არის ხო რამოდენიმე მინისტრი ოპოზიციის არ გამოდგება ჯერჯერობით სხვა თემებზეც მინდა მოვასწროთ საუბარი მაგრამ იქამდე მე დასაწყისშიც აღვნიშნე 2025-მდე 2025 წლიდან უпростоრედ ჩვენ ბენეფიციარებს გვეძლეოდა უფლება რომ სურვილი შემთხვევაში ჩვენი დანაზოგები გადაგვეტანა აქტივების კერძო ფონდში ამ ვითარებაში ალბათ მომავალი წლიდან მე რომ მქონოდა საშუალება ზუსტად ვიცი კერძო აქტივების ფონდს მოვძებნიდი და წავიღებდი ამიტომაც ხომ არ ჩაკეტეს დღეს უფრო კარგად ხომ არ ჩანს ის მიზანი რატომაც შარშანესრულებები ფულია შეფასება კი ანუ ეგაც ჩვენგან ძალიან და ახლა ძალიან გეტყვით უყურებ ანუ ამ ქვეყანას ქონდა შანსი რომ აეშენებინა აქტივების მართვის ინდუსტრია როგორც გვაქვს კარგი სამაკო სექტორი ესე შეგვიძლია აგვეშენებინა აქტივების მართვის ინდუსტრია ამ ბაზაზე ამის ბაზაზე სომხეთმა გააკეთა ეგ პირველივე დღიდან ხო რაშიც იგულისხმება შემდეგი რომ რაღაც მოიწევდი რაღაც 3-4 აქტივების მართვას უცხოურს არ არის ხა ამერიკელები ნაკლებად ჩამოვლენ აქ მაგრამ აი რეგიონის აქტივების მმართველები აი სომხეთში ვარ ამუნდია ხო არის რამოდენიმე ბრიტანული არის რამოდენიმე აღმოსავლეთ ევროპაში კარგი აქტივების მმართველები რომელსაც დაინტერესებდათ აქ მონაწილეობა და მივიღებდით ესე ვთქვათ ეკონომიკის დაფინანსების კონკურენტულ არხს აქტივების მმართველებს შორის რომლებიც ესე ვთქვათ ერთმანეთში კონკურენციის საფუძველზე თან ეკონომიკას დააფინანსებდნენ და თან აქტივების და ბენეფიციარები ამით ისარგებლებდნენ ხო ანუ ცენტრალური მართვა მესპის თავიდან იყო მეტი სიფრთხილე მაგრამ მე ანუ ჩვენც და ბორდიც ანუ უყურებთ ამას რომ საპენსიო სააგენტო საერთოდ 0 ფული უნდა კონდეს სამართავად ხო სუ კერძო სექტორში ანუ გამოცდილი აქტივების მმართველები უნდა მართავდნენ ამ თანხას და საპენსიო სააგენტო შეიძლება იყოს პასუხისმგებელი შეგროვება გაცემაზე რაც ახლა ესე ვთქვათ ცენტრალურად აკეთებ მაგრამ აი აქტივების მართვა უნდა გადავიდეს ესე ვთქვათ
საერთაშორისო აქტივების მმართველებს შორის კონკურენციის საფუძველზე და მონაწილემ თვითონ რაღაცა გარკვეული სხვა წესების საფუძველზე უნდა შეძლოს ან გადატანა ერთ აქტივების მმართველობაში, როგორც ახლა სომხეთში მაგათ არის ორი ხო, არის ეგეთი სიკვადრატი და ამუნდი, პირველივე დღიდან თან განაწილებულებს რაც 45-55-ზე აქტივები და მართავენ და არიან კონკურენციაში შესული. ვისურვებდი რომ ორის გარდა ბევრი იყოს, 3-4 რომ უფრო მეტად ესე ვთქვათ კონკურენცია იყოს და ასე შემდეგ. ანუ ეს იქნებოდა იდეალური. არც ახლა მესმის და არც მაშინ მესმოდა. არც მის და არც პრემიერის დანიშვნის მმართველობით საბჭოს. ხო და ანუ ეს ყველაფერი ხარ დაგროვდა და ამიტომაც ანუ მე საწამოსოს ყოველთვის ანუ ჩემ გეგმებში შედიოდა ნამდვილად და ანუ აქამდე ზომა იზრდებოდა მილიარდებს გულისხმობს ხო და და ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო ანუ მართლა ყოველთვის ვიამაყებ იმ საქმეს რაც გავაკეთეთ თან მთელი რიგი გამოწვევებით და თქვენ სწორად აღნიშნეთ ანუ ჩემ გეგმებში შედიოდა სამპენსიო და წამოსვლა იმიტომ რომ მინდოდა კერძო სექტორში დაბრუნება მაგრამ ხო რაღაც მიმართულებებით მაქვს ეს დისკომფორტები თუნდაც ბაზრის გახსნა რო არ მოხდა აქტივების მმართველებზე ეს მმართველობით საბჭოს შერჩევის ესე ვთქვათ პროცესი ბოლო რგოლი 2028-მდე გადავადებაზეც მახსოვს 2020 მე ვფიქრობ რომ აქტივების ანუ თუ ეს კანონი გაიხსნება რაღაც დონეზე მონაწილეები ისევ ასაკობრივად უნდა გადანაწილდნენ და არა ისე რომ ყველა არის ერთ კონკრეტულ პორტფელში ხო და ეს თავკომბალაა ხო ეს ყველაფერი ანუ 99% არის ერთი პორტფელი და რაღაც 1% არის დანარჩენი ორი პორტფელი ხო და ანუ სოფლიოში არ არსებობს იმ ხელა ფინანსური განათლება რომ მონაწილემ დაიწყოს ახლა აქეთ-იქით პორტფელების აქეთ-იქით შერჩევა ხო და ჩადა ბუნებრივია ანუ რაღაც ნებისმიერი პრაქტიკა უნდა ხო მაღალ რისკენში გადამეტანა ჩემი დანაზოგი ცოტა დრო გრჩება და მან თავარი არის როცა ჩემ მაღალ რისკენში არ ხარ აი ახლა ბოლო ამ 40 წელმა საჩვენა ხო ის მაღალ რისკენ პროცენტი 4%-ით მეც წერს კი ნახე ხო და ანუ თუ მე რაღაც ახლა თუ თავიდან გადანაწილების შედეგად როგორი შედეგი მივიღეთ ხო 3.6 მილიარდი იყო მაღალი ანუ ეს დინამიკური პორტფელი 900 მილიონი საშუალო და ეს ვთქვათ 600 მილიონი კონსერვატიული იმიტომ რომ მონაწილეების ასაკობრივი განაწილება ესია შესაბამისად ეს ხალხი რო უკან წამოვიდა ამ ხალხმა ახლა ალტერნატივად 4%-მდე დაკარგა ხო ანუ იქ ყოფილიყო 4%-ით მეც შოვიდა ვიდრე ახლა იშოვეს ბუნებრივია იმიტომ რომ ხა ეკონომიკის სამინისტროს ხო და თან ახლა ეს ხალხი რაც უფრო დრო გადის ეს სხვაობა უფრო იზრდება ამ პორტფელებს შორის კი ბატონო მარინა გულედანის პოსტი ვახსენე და კიდევ ერთი აქცენტი რაც მას ჰქონდა მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის შესაძლო გავლენა საპენსიო აქტივების ღირებულებაზე რომლის უდიდესი ნაწილი არის ინვესტირებული ლარის ინსტრუმენტებში რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს მინიმუმ რა ვთქვათ ანუ კრიზისი არ განიმუხტა ვიცი რა ამ კრიზისის განმუხტის ალბათობა დაბალია ჩემი აზრით იმიტომ რომ რაღაც შეუქცევადი პროცესია ხო დაწყებული აქედან გამომდინარე ახლა ბევრი ვარ ვილაპარაკოთ ანუ მინიმუმ ალბათ ინფლაციური ფონი გაიზრდება და მაგას მაღალი საპროცენტო განაკვეთი მოყვება ხო და როგორც ჩვენ ყველამ ვიცით რომ 80% ლარში შეინვესტირებული და საბანკო პროდუქტებში აქედან ძირითადი ნაწილი ანუ მინიმუმ საკრედიტო რისკის კონტექსტი გვესდება მინიმუმ საკრედიტო რისკი ესდება პორტფელს ხო ხა ჩვენ ისე გვაქვს ინვესტირებული რომ ან ლარის ეს ვთქვათ როცა ლარის დევალვაციას განიცდის იქ უფრო მეტ ფულს ვაკეთებთ იმიტომ რომ დოლარში რაღაც ნაწილი ინვესტირება პორტფელისთვის კაია ასევე საპროცენტო განაკვეთი თუ გაიზარდა რაღაც დონეზე ხო ანუ ახალი ინვესტირებული ფული უფრო მეტ საპროცენტო განაკვეთს თუმცა საბოლოო ჯამში როცა ეკონომიკას ამხელა პრობლემები ექნება და ეს შეუქცევადი პროცესი ფუნდამენტალური ფაქტორი ხდება ეს არ არის რაღაც მოკლევადიანი ეს ხო აქედან გამომდინარე საკრედიტო რისკის დაიწყება მთელ პორტფელზე ხო? ანუ აქტივებზე აისახება ეს ყველაფერი. თან კიდევ ერთხელ ეძახი 80% ლარში შეინვესტირებული ეს არ არის 20%-ია გლობალურად დივერსიფიცირებული 80% ლარში შეინვესტირებული და ასეთი ეკონომიკური პროცესების ნაწილში ხო? ანუ იქ რისკების ჯგუფი ზდის რისკიანობის შეფასებებს ხო? იქ მთელი რიგი მოდელები აწყობილი, როგორ ესე ვთქვათ რა ეგრეთ წოდებულ იმპერმენტებს და ასე ვთქვათ უყენებენ იმ აქტივების ფასებს. ასე რომ კი, ანუ არის სახარბიელო არანაირად, ანუ მინიმუმ საკრედიტო რისკი ესდება მთელ პორტფელს. პორტფელის ძირითად ნაწილს. ცოტა დრო გრჩება და სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევით მეტი რა გეგმით ბრუნდება გოგა მელიქიძე ბიზნესში. ვიცით რომ საქართველოს არ უკავშირდება ამ ეტაპზე. კი, მოყვები კი, ანუ ჩვენ სად მიდიხართ? ვერთები რეფორმატიქს მე და ნიკამ გადავწყვიტეთ რომ რეფორმატიქსი კაპიტალი ავაწყოთ ცენტრალურ აზიაში და რეფორმატიქს კაპიტალში გულისხმობთ რაღაც საინვესტიციო ბანკი. და ძირითადი ბაზრები იქნება ყაზახეთი, უზბეკეთი და მან გვინდა რომ ესე ვთქვათ წარმატებული, თამახეთო კონკურენციას დაბალია, რეფორმატიქსი როგორც ნიკაც ბევრჯერ იძახის ხოლმე ხო, ანუ ნიკა გილაურის ესაუბარ. ბევრჯერ როგორც ვთქვი, ანუ ბოლო 20 წელია განსაკუთრებით მაგ ბაზრებს ემუშავება, გარდა სხვა განვითარებადი ეკონომიკებისა, ანუ ცენტრალურ აზიაში საკმაოდ კარგადაა წარმოდგენილი რეფორმატიქსი, აქედან გამომდინარე, აი ამ გამოცდილებაზე ავაშენოთ შემდეგი ეტაპი, რაც უფრო ესე ვთქვათ კომერციული ნაწილი იქნება, ანუ აქამდე კომერციული იყო, მაგრამ იქ იყო უფრო government advisory. ახლა გადავალთ ესე ვთქვათ უფრო კომპანიების advisory
რის ნაწილში და ავაშენებთ, გვინდა რომ ავაშენოთ საინვესტიციო ბანკი, რომელიც კომპანიებს და საერთაშორისო კომპანიებს, ანუ ესე ვთქვათ, ამერიკულ დასავლურ კაპიტალს შეიყვანს ცენტრალურ აზიაში, ანუ უზბეკურ, ყაზახურ კომპანიებში და ანუ იქ მსხვილ და საშუალო დონის კომპანიებს მივეხმარებით, რომ მოიზიდონ კაპიტალის ბაზის ინსტრუმენტებით, მოიზიდონ კაპიტალი დასავლური და ამის მომენტუმს ხედავთ, რომ აი ახლა ამაზე დროის ხარჯვას იქ აზრი აქვს, როგორც ბაზრის განვითარების ეტაპის ხარისხიდან გამომდინარე, თან დასავლური ინვესტიციების ინტერესიდან გამომდინარე. და რატომაც არა, ეს ვთქვათ, აინტერესებს და. წარმატებები, ხშირად მოგიკითხავთ აუცილებლად, საქართველოსგან როდის გამოიხილეთ? თუ ახლა ის დროა საქართველოში, რომ ძალიან რთულია ვინმეს ურჩიო ფულის ჩადება. საქართველოში ამ ეტაპზე ძალიან რთულია ვინმეს ურჩიო ფულის ჩადება, იმიტომ რომ აი ეს პროცესი რაც ეკონომიკურად რაც აედგენათ, ანუ რა რისკებს ხედავთ, აი გოგამელიქიძე როგორც სამსფეროს რო აი აქ აქამდე საქართველოს კრიზისები გაუვლია, ხო, რომ უცბად რო თქვა კრიზისები, ხო 2008 წლის ომის კრიზისი, მაგალითად 2008 წლის მეორე ნაწილში ეს თქვა გლობალური ფინანსური კრიზისი რომ მოვიდა, 2013 წელს ესე ვთქვათ ლარის დევალვაცია რო დაიწყო, იმიტომ რომ დიდად ლირადან გადმოგვეცა, 2015 წელს რეგიონში ნავთობის კრიზისი, 2019 წელს კოვიდი, მე 2019 წელს ინფლაცია, შემდეგ რეგიონში ომი, შემდეგ ინფლაცია. ანუ ეს ყველაფერი იყო გარედან მოსული კრიზისები. გარედან და ამას ქვეყანა ხვდებოდა თავისუფალი გაცვლითი კურსით, ესე ვთქვათ, თავის შედარებით თავისუფალ, ხო? და ფულის აწევის არხებით დასავლური ორგანიზაციებიდან, ხო? ანუ საქართველოს ქონდა ანუ IMF-ი, სხვა ესე ვთქვათ, DFI-ები, ხო? საინაც ესე ვთქვათ, როგორც 2019 წელს კოვიდზე დავინახეთ, რომ მარტივად ჩავირიცხეთ თანხა და გამოუძვერით ამ კრიზისიდან, ხო? ხო, ახლა როგორი ახლა ეს კრიზისი არის შინგიდან წამოსული, რაც აქამდე არ ქონია ასეთი მასშტაბის ფაქტორი, რომელიც შეუქცევადი პროცესია დაწყებული და ამავდროულად ხვდებით დაზიანებული არხებით ფულის აწევის. ხო? ანუ ეს სიტუაცია როგორ ანუ რო არ ვილაპარაკოთ ხო ზუსტად და თან იზოლაცია გრძელდება და გრძელდება ეკონომიკის ხო ყოველ დღე ახალი იზოლაციის ვთქვათ ქარტეხილში ვეფლობით აქედან გამომდინარე კრიზისში შედის ქვეყანა მე ვფიქრობ საკმაოდ სერიოზულ კრიზისში შედის ქვეყნის ეკონომიკა და თან ანუ ინსტრუმენტები ნაკლები გვაქვს ხო რაღაც ვიჭერთ კურს გიჟივით რომელიც მე ხვალ როგორ ეფექტს მოგცემს არ ვიცით ამავდროულად ანუ თანხის მოზიდვა ეს არის ერთჯერადი ფაქტორი და არა ხო და ანუ ყველა მისთვის ესე არ არის. ანუ თანხის მოზიდვის არხებში გვართ დასუსტებულები და აქედან გამომდინარე მინიმუმ ეს ყველაფერი და ამავდროულად ახლა ვთქვათ ხო ფიჩმა ანუ სტაბილურობიდან გადაგვიყვანა ნეგატივზე ხო შემდეგ რას იწევს ხო და თან საკმაოდ ესეთ მოკრძალებული პრეს რელიზი ხონდა მაგრამ იქ between lines რა ანუ იქ კარგად იკითხებოდა მათი ღაზებს შორის კარგად იკითხებოდა ის რაზე მიანიშნებს და შემდეგი ალბათ იქნება რაღაც საკრედიტო რეიტინგის გადახედვა რომელიც კიდევ ერთხელ ახლა country risk premiums დის აქედან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება ანუ ლარის ნებისმიერი ასე ვთქვათ მერყეობა დევალვაციის ნაწილში ხო ინფლაციურ ფონს დის ხო აი მინიმუმ აგმინდა მიმართულებაში წავალთ რომ მივიღებთ ინფლაციურ ფონს დაწოლას ლარზე და გაზრდილ საპროცენტო განაკვეთს და ამ ყველაფრის უკან მოტრიალება ხო პროცესია რა გვეშველება ანუ რა გჭირდება განვითარებისთვის ხო ანუ ჩემი აზრით ანუ რაც არის ხალხის მოთხოვნა ეგ ლეგიტიმურია თავიდან ბოლომდე ანუ ახალი არჩევნების ჩანიშვნაც ლეგიტიმურია და ამ ხალხის ეხინა გამოშვებას თავიდან ბოლომდე ლეგიტიმურია ეს ყველაფერი ჩემი აზრით და ყველა დამეთახმება განმუხტავდა სიტუაციას რა და აი ამ ეკონომიკური ესე ვთქვათ ციცაბოს წინ რომ დგავართ სადაც შეგვიძლია ჩავსრიალდეთ და ამერიკან ამოხელა რთული იქნება აი მაგას ესე ვთქვათ მაგას დაამშვიდებდა და ცოტა ესე ვთქვათ განმუხტავდა ამ გადახურებულ სიტუაციას ხო და სხვა შემთხვევაში ხო ანუ ვეფლობით ამ ყველაფერში ხო და მაინც და მაინც უნდა გავიღვიძოთ ერთ დღეს როცა ანუ ლარზე იქნება ისეთ დაწოლა რომ ამის გაჩერება ვეღარ იქნება კიდევ ერთხელ ძახე მე ეს ინფლაციური ფონი დაიწყება მე მაგალითად საპროცენტო განაკვეთი მე რეზერვების შემცირება საკრედიტო რეიტინგის ცვლილებას გამოიწვევს ხო მე ანუ ქვეყანაში არის ლიკვიდურობის პრობლემა დადგება ხო ლიკვიდურობა უნდა შეისვოს ბანკებმა ხო ლიკვიდურობის შევსება არის ფული უნდა დაბეჭდო ან უნდა სახაზინო ვალი გაზარდო ასე შემდეგ კიდევ უფრო ხმამაღლა ხო არ უნდა ისაუბროს free business-ის პლატფორმა ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია მზარდია და მზარდი კომპანიების რაოდენობა ვინც ამ ორ მოთხოვნას ასახელებს მაგრამ ხელისუფლებას მაინც არ უნდა მათი ხმის გაგონება რომ აი ესეთი პრობლემებისგან შეიძლება წავიდეს ხო და ანუ კიდევ უფრო მეტმა უნდა თქვას თუ არა განსაკუთრებით მსხვილებმა ბანკები ახსენეთ და ხო მსხვილებმაც მე ჩემი აზრით ბიზნესი ცალსახად შეუერთება აი ამ
ამ პროცესს რაც ხდება აი ამ ვებსაიტზე და მან ახლა მაღაზია მსხვილი ბიზნესი აღვინა მაგთი შეუერთდა და არაერთი და ასე რომ ამდენ ნელ-ნელა ალბათ ბიზნესი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა მაგრამ მაგნაწილში რომ ბიზნესი ყველაზე სწრაფად გრძნობს ამ იმას რომ ბიზნესის შემთხვევაში ხან თან ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურას შეხვდა თქვა ეს არის consumption driven ეკონომიკა ხო როგორც კი მაგნაწილში კონსიუმერი ანუ მომხმარებელი ხო დაიწყებს ეროზიულ დამოკიდებულებას და ეკონომიკური ზრდაც ჩამოვარდება წერტილი რას დაუსვათ ამ ქვეყანაში ძალიან წერტილი უნდა დაუსვათ ესე ვთქვათ აი ამ გაუთავებელ ესეთ პოლიტიკურ პროცესებს რომელიც აზიანებს ყველა საბოლოო ჯამში რა ანუ თუ ქვეყანის გარეთ დგას 200,000 კაცი და ითხოვს კონკრეტულად მინიმუმ ამ ხალხს უნდა მოусმინოს ხო პასუხისმგებელმა ხელისუფალმა და გაითვალისწინოს და ასეთი პროცესი ხო აზიანებს პირველ რიგში ეკონომიკას და მერე ნუ ხა აზიანდება ყველა წარმატებები თქვენ საქართველოს წერტილი დღეს ამით დასრულებულია ჩვენს კითხვებს პასუხობდა საპენსიო სააგენტოს უკვე ყოფილი მთავარი საინვესტიციო ოფიცერი რომელიც რეფორმატიქსის გუნდს შეუერთდა გოგა მელიქიძე მე ხვალამდე გიმშვიდობებით